ბაკურიანსა და გუდაურში სათხილამურო ტრასების ხელოვნურად გათოვლიანების სისტემის მონტაჟი დაიწყო. სამთო კურორტების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივად რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორსა და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბაკურიანში დიდ ველზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედება დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. სამუშაოები გრაფიკით მიმდინარეობს, შემიძლია თქვა, რომ ცოტა უსწრებს კიდევაც გრაფიკს. მუშაობენ მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, პროფესიონალები. როგორც ხედავთ, ხდება არა მხოლოდ გათოვლიანების სისტემის დამონტაჟება, არამედ სპეციალური ქართველების მიერ შექმნილი IT სისტემის დამუშავება, რომელიც ავსტრიელ პროფესიონალებთან ერთად შეიქმნა. აღნიშნულ პროექტში აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ჩვენ აქ მოვაწყობთ კაპტაჟებს, მოეწყობა 25 ტონიანი რეზერვუარი, ასევე აშენდება თანამედროვე ტიპის ატომების სადგური, რომელიც ჯამში უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას. არ არის მოსალოდნელი ბილეთის გაძვირება, სახელმწიფო აკეთებს ახალ სერვისებს ორივე კურორტზე, მაგალითად გათოვლიანების სისტემა, ღამის განათება და ასე შემდეგ დიდველზე და გუდაურში. სასტუმროებს ესმის შეღავათ, რომ მათ ეცოდინებათ როდის გაიხსნება სეზონი და როდის დამთავრდება და მათ შეიძლება დაჯავშნა უკვე მიიღონ ზაფხულის პერიოდშიც.